საინტერესო ლოკაციები. კარგია რომ უკვე ჩამოვპრინდი. გამარჯობა მეგობრებო, ახლა ვზივარ ტაქსიში, მივდივართ კუტაისის მხარეს. იქით მელოდება ჩემი ფრიფრინავი და მივდივართ გერმანიაში. ამჯერად ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა უკვე გარე მოგზაურე. საქართველოში მოგზაურე, გურიაში ვიყავი, ფოჩი ვიყავი, იქ ვიყავი, საქართველოში ძალიან მინდა რომ სვანეთი და რაჭა კიდე მოვიცდურო, მაგრამ დღეს ძალიან გახარებული ვარ ამ ფაქტით, რომ ნახავ ჩემი დას, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, თვითონ ბერლინი ვნახავ, ჩემი ერთ-ერთი დრიმი იყო, რომ ვნახო ბერლინი. და დღეს დიდი ალბათობით ბერლინი ვერ ნახავთ, მაგრამ იმიტომ რომ ჩემი და ცხოვრობს არა ბერლინში. სხვა დღეს სწავლობ ბერლინში, რომ კარგად განახოთ ბერლინი. ეხლა ავტოსადგურის მხრიდან მივდივართ და დიანის მხრიდან უნდა შევიდეთ და იქით მელოდება ეხლა დიასი, რომ მითხრას bye. Also see you in 5 days. მოკლედ აი ჩვენ უკვე ვდგავართ ჩვენი ჯორჯიან ბასთან. დიას ვითხარე რამე ქართულად. როდიში ქართულად არ ვლაპარაკობ. აი ჩვენი ავტობუსი და აი ჩვენი კეპკა. მოკლედ ჩვენ გვაქვს პატარა გაჩერება 25 წუთი ახლა და ვიცი სადღაც გავჩორდით 25 წუთი რა ამბავია 25 წუთი რა ამბავია ჯერ ერთი ამითი დავიცი ვაფშე მოვასწრებთ ფრიფრინავზე თუ არა ვერ ხვდები წესით უნდა მოვასწრო მაგრამ 25 წუთი ყველგან თუ გავჩერდით რა ახლა არ ვიცი короче რა ჭამა არ მინდა წესით გავჩერდით და შემიძლია რამე შევკვეთო აიცე ჭამო მაგრამ უკვე მეძინა ავტობუსში ცოტა და დაჭჭუნებული ვარ და ხმაზეც მეტყობა რომ მეძინა იმედი მაქვს ეს გზა ძალიან მალე გავა იმიტომ რომ არა და მარტო ვზივარ და ფეხები ვიშლები, ფეხები შემიძლია გავშალო. ორ ადგილზე ვზივარ, ძინავს ესე. პატარა ვარ კომპაქტური და კარგად ძინავს მაგრამ. What the fuck, რა გავაკეთოთ მეგობრებო? მაინც რაღაცას წუწუნებ კიდე. არ უნდა ვიწოწუნო. სწორები ხართ. ხო, და ჩემი კამერის დამტენი დამოვიწოდა და იმედი მაქვს რამე ვიზამ. აჩ მეგობრებო. მე რა სახე მაქვს ძალიან ჩანს რომ მთელი გზა მეძინა ძლივს გავიღვიძე რომ ჩამოვედით ვერ გავიგე ჩამოვედით თუ უბრალოდ გაჩერება მოკლედ მეგობრებო უკვე ვარ კუტაისის აეროპორტთან ძალიან მიყვარს ეს ადგილი იმიტომ რომ ვიცი რომ აქედან მიფრინავ გზა იყო ძალიან კარგი იმიტომ რომ არავინ არ იჯდა ჩემთან ახლოს მთელი გზა მეძინა რაღაცა შევჭამე მგონი საბვეის ბურგერი თუ რაღაცა და ეხლა უნდა რეგისტრაცია წავიდე და გავიარო მაგრამ არ მგონია რომ ეგრევე რეგისტრაცია უნდა გავიარო და ნახოთ ალბათ 1-2 საათში იქნება კიდე რეგისტრაცია 1 2 3 და კიდე ჩემი დედიკო მეუბნება რომ აფი არ დაიკარგოს შვილოს ეკარგება ხოლმე თავისი სახლის გასაღები ეკარგება უკვე 3ჯერ და 3 ჩანთა არ დამეკარგება ძალიან კარგი შეგრძნება რომ აქ არ ვიქნები ერთი კვირა მაინც აქ არ ვიქნები ამ საგიჯერში ეხლაც მოვედი ვიღაცა ქართველი ტიპი ვიღაცა რუსულენოვანი შეჭუპა რის გამო არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ მაგრამ არ არის სასიამოვნო რა ეს კვირელი და რაღაცა გინებები და ასე შემდეგ და თან გოგოს და ეს გოგო ტირის ახლა ყველაფერი შეიძლება მოხდეს ყველანაირად შეიძლება არასწორი იყოს ეს გოგოც მაგრამ ანუ ესეთი გინება და რაღაც საქმეს გარჩევა ხალხში ჩემი აზრით არ არის სწორი არ არის ნიშნობა რა ეროვნებისა და იმიტომ რომ გოგოა რა ვიცი
და ეს კაცია, ეგეთი რაღაცა და ცოტა ხანში აქედან ერთი კვირით მაინც მოკლედ შევალთ ახლა რეგისტრაციასთან უნდა მივიდე ერთი წამი აი ბერლინი გაფრენა და ბერლინი ვიყოლა 5-15 წუთზე ხო გონი სწორად ვამბობ წესი ძალიან დიდი ხანი უნდა ველოდო აი მაგრამ უშავს ამარია მიფრია და უცხო ჩემი მისტები იქნა როგორც ბომჟი ვარ კროქსებით სასაცილო ვარ როცა ვიფრინავ სადმე იმენა ვერ გაიებრო კასო არის იმიტომ რომ სულ რაღაცნაირად დავდივარ როგორ ნახე ჯერ არ არის ჩემი რეგისტრაციის დრო რომი რაღაცა ეწერა ჯერ არ არის რეგისტრაცია მაგრამ იმედი მაქვს მალე იქნება იმიტომ რომ მინდა მალე ჩავჯდე მალე გაფრინდე აქედან ახლა მარტო პირველი საათია მეგობრებო პირველი საათია და მე ვიფრინავ 5-15 წუთზე და ალბათ რეგისტრაცია ერთი ნახევარი საათიდან საათით წინ დაიწყება ხო და რა ვიცი მაკიაჟი უკვე არ ვარ გაჩემი არა ჩემი აზრით ჩემი მაკიაჟი იმინა ძალიან კარგად დამჩა იმიტომ რომ მარტო ლიფს არ მაქვს და ნარჩენი ყველაფერი რიგზეა ადგილზეა და რა ვიცი ვნახოთ როგორ გავძლებს ბერლინამდე მოკლედ ბილეთი აქაა უკვე ეხლა გავიარე რეგისტრაცია ჩეკინი ბილეთი ჩემთანა ეხლა წავალთ იქით გადამაგდებენ ჩემი წყალი ხო და მე უნდა ვიკიდო 5 ლარად მოკლედ ეხლა გავაკეთებული მიტო ინტერნეტი ერთი კვირით გერმანიაში რაღაცნაირად ვიფიქრე რომ აქ მაინც უფრო იაფი იქნება ვიდრე იქ ტელეფონი ზარები რაღაცა მაინც არ მჭირდება ინტერნეტი ჯობია და თან ინტერნეტი თუ იქნება უნიმეტო მით უმეტეს არ ვინერვიულებ ზედმეტი რა და უფრო კარგად ვიგრძნობ თავს ოკეი, ეხლა წყალი უნდა გადავაგდო. ეს ჩემი საყვარელი რიგია, როგორც ყოველთვის კილომეტრული. ჩემი დაქალი სტუარდესაა და მითხრა რომ გადმოვეცი რომ შენ იქნები ბორცეო და ვიპად ვგრძნობ თავს, იმენა ვიპ ვარ. მადლობა ნათუშ. ასანაფერი არ მითხრა, უბრალოდ მარტო ეს მითხრა ანუ შენი დასაჯდომის ადგილი მითხარიო და მე უთხარი და всё გადმოცემულია. ყველაზე რთული ეტაპი უკვე გამოვლილია. ეხლა ვარ duty free-ში. ხომ გიყვარს duty free, მეც მაგრად მიყვარს. просто რო ვიცერდო უბრალოდ სერნობა ასწორებს. ამ ნაწილში როცა გამოდიხარ და duty free-ს ხედავ, რომ თავარი აღარაფერი არ იქით. და პული არ დახარჯო, ანუ ჩემი პრინციპი არის ეს, რომ უბრალოდ უყურე, შეტყბე, მოკლედ და პული არ დახარჯო. აი ეს ნაწილი ყველაზე გემრიელი ჩვენთვის. იმენა მიყვარს. ეს არის ჩემი დედიკოსი ყველაზე საყვარელი სუნამა, მაგრამ I'm so sorry, Dada. Not today. Oh, we ain't gonna be in no fire, not today. Avari რაც უნდა ვიპოვოთ და ვიყიდოთ, ეს არის წყალი. იმიტომ რომ მგონი ყველაზე იაფი მაინც აქ იქნება. აი მე ვხედავ 3 ევრო წყალი. აი ესეთი აწუკა 3 ევრო ღირს. მე და 3 ევროიანი წყალი. ვინიც ეს ადგილი? ოკეი, მეგობრებო, ახლა ვართ ქუთაისის ლეგენდარულ აეროპორტის მოსაწევში. კარგი სივრცე აქვს შორის. არ შემიძლია არაფერი ცუდი გითხრათ. მალე უკვე დაიწყება დიდი ალბათობით ეს boarding, რა ქვია მას, რომ ჩაჯდები. უკვე ფრინავში და ყველაზე რთული ეტაპები გავლილია. სამლარიანი წყალი უკვე ნაყიდია. დანარჩენი რა? არ იცოდი რომ არ ვიცი კარგად ჩანს თუ არა. პირველად სხვა შორის ეს მიკროფონი ჩავთე.
იმედი მაქვს კარგად გესმით ჩემი ხმა. მიკროფონი დატენილია, კამერა დატენილია, მაგრამ დამავიწყდა ჩარჯერი და იმედი მაქვს, რომ ჩემი ჩარჯერი, რომელიც iPhone-ისთვის წავა აქ. თორე დაგვერხა გობრებო. ეს იქნება ბოლო, ეს იქნება ჩემი ვლოგერა. სოციალურ სარბშია, საერთოდ უკვე. ეს Subway-ის რაღაც სენდვიჩი რო მეყო, მართლა და ეხლა მაინტერესებს ძალიან როგორ გამოვა ვლოგი, იმიტომ რომ ჩემი პირველი ვლოგი ახალ კამერაზე და ძალიან დიდი წარმოდგენა მაქვს, იმედი მაქვს კარგი შედეგი იქნება და ყოველად არ დავხარჯე ამდენი ფული ამ კამერაში. ხო და წავედით მეგობრებო. როგორ შვები ხოლმე, იცით? ჩემ TikTok ვიდეოებში lights, camera, action. წავედით. 6 არის ჩემი გამოსასვლელი. აი უკვე აქ ვდგავარ. აი ეს არის გამოსასვლელი. აი ეს არის გამოსასვლელი. და ჯერ არ არის ჩაჯდომა თვითონ თვითფრინავზე. ჩემი ჩანთა ძალიან მეშინია, რამე არ დამჩეს, რამე არ დავკარგო. აი, ეხლა წავალ. დავჩარჯებ ჩემ ტელეფონს, სანამ არ არის რეგისტრაცია და მე წავიდე, ჩავჯდები თვითფრინავი, ყურე თვითფრინავი. ჩარჯერი ვიპოვე. ტელეფონი იტენება. ეხლა ვაპირებ. ჩემ 3 ევროიან ბოდიში, 3 ევროიან წყალი რო დავლი. და რამე შევჭამო, თან ვებოც რაღაცით ჩამიგდო. აქვე ფოე. და ჩემი ბლინჩიკები ვებოც გაკეთებული ფოე პარკში და არ უნდა გავაცდინო ჩემი დაჯდომა ფერფინავში. ხო და ესეა, მეგობრებო. კარგად მიყვარს ეს ადგილი. ბოლო ეტაპი არის ჩემი ფრიფრინავი ძალიან მიხარია ძლივს თუ რამე ვიზეირი არ გადამიხადა რეკლამაში Oh my god შევალ და ეგა Wait a minute Who are you? გამარჯობა კარგით So share it მოგეთ ჩავჯექით ახლა მე ვიჯექეთ ცოტა არა კომფორტულ ადგილას და ჩემი ნაცი ხომ არის სტიუარდესა ხო და თავისუფალი ადგილი მიპოვეს პაჯერასთან და დამსვეს რომ თქვენთვის გადავიღოთ კონტენტი ეს და ძალიან კარგი ეგეთ მეგობრები რო ყავს ნაცი peace მადლობა Yes, ძალიან დავიღალე. და ძალიან კარგია რომ უკვე ჩამოფრინდი. ეხლა ვნახავ ჩემდას. რა ლამაზ დროს ჩამოფრინდი. Golden Hours დროს. გრევე ვიპოვე ჩემი ბაგაჟი. რეჭკუიანი ვარ, რა მალადეც ვარ. აი просто მადლობა ღმერთო. სად უნდა დავიდე? დიდი ალბათობით იქ. დიდი ალბათობით იქ ხო? Всё. მივდივართ. ჩემი ჩუმადანით. Nothing to declare. Okay. Oh, ძლივს. მაგრამ მე მალე გამიშვეს ყველგან. მე დაიხმე ეხლა იქნება. სადღაც აქ. დაიჯე სადღაც ავასლოს, ჩასლოს. ჩემს გარეშე. როგორ შეიძლება? Шевида. Что, тебя пускать не хотели? Не, почему? Меня наоборот пустили быстро. Что за этот вопрос?